Biznes პარტნიორის ეთერში ყოველკვირეული რუბრიკის ფინანსური სექტორის დროა დღეს საინვესტიციო ფონდებზე ვისაუბრებთ. ბოლო წლების განმავლობაში საინვესტიციო ფონდების ბაზარი ჩვენს ქვეყანაში მზარდია. 2021 წელს პირველი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციიდან ამ დრომდე საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა 200 მილიონ ლარს აჭარბებს. ბაზარზე ოპერირებს 8 აქტივების მმართველი კომპანია და 19 საინვესტიციო ფონდი. ქართული ბაზარი გამოირჩევა მრავალფეროვანი სტრატეგიის მქონე ფონდებით, რაც დამატებითი სტიმულია სექტორის პოპულარიზაციისთვის. რატომ არის მნიშვნელოვანი საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის? რა როლს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლების განმავლობაში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები და კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები, როგორ მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩო და კანონმდებლობა, რომელიც ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან არის თანხვედრაში. კაპიტალის ბაზრის არსებულ პოტენციალზე, გამოწვევებსა და გეგმებზე დავით აბესაძე, ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ისაუბრებს ჩვენს ეთერში. ბატონო დავით, მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ბატონ დავით, ჩვენ გავაჟღერეთ წეღან 200 მილიონ ლარს რომ გადააჭარბა საინვესტიციო ფონდების აქტივების მოცულობამ. საინტერესოა 4 წლიან ჭრილში როგორ აფასებთ თქვენ ამ მოცემულობას და საუბარი რა თქმა უნდა დავიწყოთ საინვესტიციო ფონდების რაობით. კეთილი, მადლობა მოწვევისათვის. საინვესტიციო ფონდებს მართლაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობისათვის, კონკრეტულად კაპიტალის ბაზრის განვითარების ჭრილში მათი მნიშვნელობა უაღრესად დიდია. საინვესტიციო ფონდის განმარტებით რომ დავიწყოთ თქვათ, ხომ? საინვესტიციო ფონდი ეს არის ინსტრუმენტი, კომპანია, რომელიც იზიდავს თითოეულ ჩვენგანის დანაზოგებს, ანუ ჩვენი სრული შემთხვევაში შეგვიძლია მივანდოთ ჩვენი დანაზოგები საინვესტიციო ფონდს, რომელიც შემდეგ ახდენის აღნიშნული დანაზოგების ინვესტირებას ჩვენივე სასარგებლოდ იმ საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც ჩვენ წინასწარ საინვესტიციო ფონდმა შეგვითანხმა. შესაბამისად, ერთგვარი ეს შუამავლის როლი, რაც საინვესტიციო ფონდს გააჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ახლა მოკლედ რომ თქვათ, რას წარმოადგენს, რისგან შედგება. ხომ აქ ყავს დამზოგველები, ამ თითოეული ჩვენგანი, ის სახსრები, რომელიც ჩვენ გვრჩება ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების შემდეგ და მოხმარების შემდეგ, აღნიშნული დანაზოგები, მქონე სუბიექტები, ასევე კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ დანაზოგები, რომლებსაც სჭირდებათ კონკრეტულად, რომელთაც აქვთ დაფინანსების მოზიდვის საჭიროება, თავიანთი საქმიანობის გასაფართოებლად, სხვადასხვა ბიზნეს ხაზების განსავითარებლად და აი ამ ორი მოთხოვნის და მიწოდების აი ამ ორი მხარის დამაკავშირებელი არის სწორედ შუამავალი და ერთ-ერთი შუამავალი არის სწორედ საინვესტიციო ფონდი. როლი არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც მიმართავს აი ამ დანაზოგებს შემდგომ კომპანიებში ინვესტირებისათვის. შესაბამისად, საინვესტიციო ფონდების არსებობა და მათი განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია თვითონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისათვის და აი ამ ორივე მხარის მოთხოვნის და მიწოდების მხარის ერთმანეთთან დაკავშირებისათვის. მართლაც განვითარების ტემპს როგორ აფასებთ, რაც 4 წლიან ჭრილში გვაქვს ახეთ? 4 წლიან ჭრილში ფონდების ზომა, აღნიშნული ბაზრის ზომა რეალურად გაოთხმაგებულია. 2024 წლის ბოლოს უკვე 204 მილიონ ლარს მიაღწია საინვესტიციო ფონდების ბაზრის მოცულობამ, ანუ იმ ზომამ, იმ პორტფელის იმ ზომამ, რომელშიც დაინვესტირებულია სხვადასხვა ინვესტორის მოქალაქეები, იქნებიან თუ კომპანიები, მათი ინვესტიციები. ბოლოს 3 წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით 59%-ით იზრდებოდა აღნიშნული ბაზრის მოცულობა და მართლაც შთამბეჭდავია აღნიშნული ზრდა. ამ ეტაპისათვის ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ზრდა გაგრძელდება, იმიტომ რომ 2020 წლიდან დაწყებული, როდესაც აღნიშნული ბაზარი რეალურად რიგი ღონისძიებების შედეგად, რომელიც ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, 2020 წლიდან ყოველწლიურად მზარდი ტემპი არის და ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალია და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ზრდის ტემპი შენარჩუნდება და კიდევ უფრო გაიზრდება ბაზარი და მიაღწევს იმ რეალურ მაჩვენებელს, რომლის შედეგადაც ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორში საინვესტიციო ფონდმა უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტმა. აქტივობის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებზეც მინდა გკითხოთ აქვე და უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ იმ გადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ეროვნული ბანკის ანგარიშზეა ამ მიმართულებით.
კეთილი, მნიშვნელოვანი არის რიგი ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა, მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კერძო და საჯარო თანამშრომლობა. ეროვნული ბანკი 2020 წელს კერძოდ გავამახვილებ ყურადღებას, იქნა მიღებული კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღნიშნული ბაზრის განვითარებას. საერთოდ ჩვენ ასე წარმოვიდგენთ თვითონ მარეგულირებლის როლს ორ ჭრილში. ეს არის ერთი მხრივ საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს და კანონმდებლობის დანერგვა და ასევე ზედამხედველობის განვითარება და ზედამხედველობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ერთი მხრივ და მეორე მხრივ მიზნობრივი ღონისძიებების განხორციელება მხარდაჭერა ბაზრის განვითარებისათვის. ორივე მიმართულებით ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს. პირველ ჭრილში, თქვათ, პირველ მიმართულებას რაც შეეხება, აღნიშნე 2020 წელს მიღებული საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი, რომელმაც როგორც თავად აღნიშნეთ, დაიმსახურა მაღალი შეფასება ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშში, მითითებული იქნა, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი კანონმდებლობა შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს. ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, მათ შორის ნდობის განმტკიცებისათვის, ინვესტორებისათვის. გარდა აღნიშნულისა, ასევე გამოვყოფდი 2021 წელს ეროვნული ბანკი გახდა საერთაშორისო ფასიანქაღალდების ზედამხედველი კომისიების ორგანიზაციის წევრი. ეს არის გლობალური სტანდარტების დამამკვიდრებელი ორგანიზაცია და ამ კუთხითაც ეს მნიშვნელოვანია რეპუტაციულ თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ამ ორგანიზაციის წევრი ვერ გახდები, თუ კი არ აკმაყოფილებ უკვე შესაბამის სტანდარტებს, რაც მოქმედებს კაპიტალის ბაზრის რეგულირების და ზედამხედველობის კუთხით. რაც შეეხება მიზნობრივ ღონისძიებებს, ამ შემთხვევაში შარშანაც, როგორც წინა წლებში, აქტიურად განვაგრძობდით ამ კუთხით ბაზრის მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ბაზრის მონაწილეებთან, ვინაიდან რადგან მარეგულირებელი ჩარჩო ჯერ კიდევ ახალია, მათთვის მოხდეს გაცნობა კონკრეტული მოთხოვნების, რათა შემდეგ დიახ მათ მოახდინონ ადაპტირება აღნიშნულ მოთხოვნებთან. შევმსუბუქდეთ ეს ტვირთი, რაც ნებისმიერ ბიზნესის წინაშე არსებობს, რომ მარეგულირებელი გარემოსთან შესაბამისობის კუთხით გარკვეული ვალდებულებები არსებობს, შემსუბუქდეს ეს ტვირთი, უფრო განჭრეტადი მოხდეს და გამჭვირვალე იყოს თვითონ რეგულირება და ჩვენ ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობთ. მუდმივად გვაქვს მათთან შეხვედრები, კონკრეტულ ღონისძიებების ორგანიზებაც ხდება ჩვენი მხრიდან. ეს მოიცავს როგორც მარეგულირებელი ჩარჩოს გაცნობას, ისე ბაზრის მონაწილეებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მათ გაუზიარონ და მათ იყონ ასევე მიმღებნი სოფლიოში საუკეთესო სტანდარტების მიხედვით მოქმედი კომპანიების მხრიდან გამოცდილების გაზიარების ადრესატები გახდნენ. მაგალითად, შარშან გვქონდა ჩვენ დაორგანიზეთ ვებინარი საერთაშორისო ბენჩმარკებისა და ინდექსების პროვაიდერ FTSE-თან ერთად, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი ეკოსისტემის და ბაზრის მონაწილეებისათვის ამ მხრივ არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. და ვფიქრობთ, აი ამ ორივე მიმართულების კონსოლიდაციით არის მათ შორის გამოწვეული ის შედეგები, რაც გვაქვს და შარშანაც კიდევ ერთხელ გამოვყოფ, მნიშვნელოვანი იყო, რომ თუ კი 2023 წლის ბოლოს 129 მილიონი იყო ბაზრის ზრომა და შარშან უკვე ერთი წლის შემდეგ უკვე 204 მილიონ ლარს გადააჭარბა და როგორც აღნიშნე, ეს ყველანაირი მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთივე ტემპით გაგრძელდება ამ ბაზრის განვითარება და ძალიან დიდია ამ კუთხით პოტენციალი. ბატონ დავით, სტრატეგიული განაწილება არის მრავალფეროვანი, დასაწყისშიც აღნიშნეთ ჩვენ საინტერესო რა ტიპის საინვესტიციო ფონდები გვხვდება ბაზარზე და ასევე რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს, კიდევ ერთხელ რომ გავუსვათ ამას ხაზი, ბაზარზე შესვლის მსურველი ახალი მოთამაშეებისთვის. თვითონ საინვესტიციო ფონდების სხვადასხვა ტიპების არსებობს, არის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტირებას ახორციელებენ მაგალითად კონკრეტულად ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებში, უფრო გასაგები რომ იყოს მაგალითად კონკრეტულად სასესხო აქტივებში, ისეთ აქტივებში, რომლებიც პერიოდულ პროცენტის და პერიოდულ პროცენტის გადახდას უზრუნველყოფს და შედარებით უფრო უსაფრთხო აქტივად შეიძლება ითვლებოდეს იმის მიხედვით, როგორია კონკრეტული ინვესტორის რისკის აპეტიტი. ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფონდები, სადაც არის თქვა კორპორატიული სესხები, მაგალითად საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული კონკრეტული სესხი კონკრეტულ კომპანიაზე, აი ამ სესხიც არის აქტივი და შემდეგ საინვესტიციო ფონდმა შეიძლება აი ამ სესხში გააკეთოს ინვესტირება. და აქ ერთ ასპექტს გამოვყოფ, რომ რატომ საინვესტიციო ფონდის ასე თქვა დანიშნულება კიდევ რაში მდგომარეობს. ის აძლევს საშუალებას დამზოგვეს თითოეულ ჩვენგანს, რომ
ნაკლები დანაზოგის მეშვეობით კონდეს წვდომა იმ ისეთ აქტივებზე და ისეთ პორტფელზე, რომელზეც ინდივიდუალურად პირდაპირ რომ ინვესტიცია განგვეხორციელებინა, ამის შეიძლება არსული ქონოდა არც საშუალება. თითოეულ ჩვენგანს ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ ინვესტირება, ის საკითხი რომ გავუმიჯნეთ. თითოეულ ფიზიკურ პირს შეუძლია ინვესტირება, საინვესტიციო არსებული ეკოსისტემა იძლევა საშუალებას, რომ საინვესტიციო ფონდი ჩამოყალიბდეს როგორც საცალო საინვესტიციო ფონდი, ისე საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფრო მეტად კონკრეტული კატეგორიის ინვესტორებზე არის გათვლილი. ამ დეტალებს ახლა აღარ ჩავხმავდები, თუმცა ორივე შემთხვევაში, ორივე ტიპის საინვესტიციო ფონდში არსებობს შესაბამისი ზღვრების ფარგლებში საშუალება, რომ ფიზიკურმა პირებმა თავიანთი დანაზოგები მიმართონ და მიიღონ შედარებით პოტენციურად უფრო მაღალი უკუგება თავიანთი ინვესტიციაზე, ვიდრე სხვა ალტერნატიული საინვესტიციო პროდუქტების შემთხვევაში იქნებოდა. საქართველოში გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, დეპოზიტები არის ერთ-ერთი დაზოგვის საშუალება, თუმცა განვითარებულ საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვანია, რომ გარდა დეპოზიტებისა და გარდა მსგავსი ინსტრუმენტებისა არსებობდეს უფრო სხვა ინსტრუმენტებიც და არსებობდეს მრავალფეროვნება ამ კუთხით და შემდეგ თითოეული ინვესტორის გადაწყვეტილება არის საით მიმართავს თავის დანაზოგს. საზოგადოების ნდობის ზრდა არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც საბანკო სექტორმა უკვე გაიარა და ახლა საინვესტიციო ფონდების ჯერია. რა სტიმულებია საჭირო ერთის მხრივ, რო გითხრათ ნდობის გაზრდისთვის და ასევე რას გეგმავს ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით? თქვენი უახლოესი ნაბიჯები რა არის? დიახ, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, ეროვნული ბანკის თავისი მანდატის ფარგლებში ეროვნული ბანკისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და სტრატეგიული პრიორიტეტიც არის ეროვნული ბანკის, რომ იზრუნოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე, საინვესტიციო ფონდების განვითარება, მათ მიმართ ნდობის განმტკიცება პოტენციური ინვესტორების მხრიდან არის აი ამ სტრატეგიული გეგმის შემადგენელი კომპონენტი. ამისათვის ეროვნული ბანკი გარდა იმისა, რომ მუდმივად დაკავებული არის მარეგულირებელი ჩარჩოს დახვეწით, ზედამხედველობის გაუმჯობესებით, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კონკრეტული ღონისძიებების ფარგლებში ეროვნული ბანკის მხრიდან გაჟღერება, თუნდაც იმ მიდგომების გაჟღერება, გაზიარება მოსახლეობისათვის, რაც უკავშირდება საინვესტიციო ფონდების ზედამხედველობას. საინვესტიციო ფონდები არის რეგულირებას დაქვემდებარებული საფინანსო ინსტიტუტები. შესაბამისად, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა არის იმ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ზოგადად მოიაზრებს კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის მიდგომებს და იმ მიდგომების ფარგლებში უზედამხედველოს, რომ დაცულ იქნეს ინვესტორთა ინტერესები. ანუ ჩვენი როლი, პირველ რიგში ჩვენი როლი ამ კუთხით მდგომარეობს სწორედ აღნიშნულში, რომ ინვესტორების ინტერესები იქნეს დაცული, ინვესტორის, რა თქმა უნდა, ინვესტორი იღებს რისკს თავის ინვესტიციის განხორციელების ფინანსურ რისკებს, თავად უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება, მაგრამ ინფორმაცია რომ იყოს ხელმისაწვდომი ინვესტორისათვის, ის რომ ინვესტორს მაქსიმალური წვდომა ჰქონდეს ინფორმაციას და მაქსიმალურად გაცნობიერებულად მიიღოს გადაწყვეტილება, აქ ძალიან დიდი როლი არის ზედამხედველის და ამ კუთხით ჩვენ აქტიურად მუშაობთ და აქტიურად ჩვენ როლს წარმოვიდგენთ, როგორც ამ კუთხითაც მათ შორის ბაზრის განვითარებისა. და ერთს დავამატებ ასევე საცალო ინვესტორები ვახსენეთ და ფიზიკური პირების შესაძლებლობა, რომ თავიანთი დანაზოგები მიმართონ საინვესტიციო ფონდში, ერთ-ერთი პროდუქტი, რომლის განვითარებაზეც ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობს და ბაზრისთვისაც ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და მათთან სამუშაო შეხვედრები აქტიურად მდგომარეობს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარებაში, კერძოდ მოქალაქეებს საქართველოში ასევე ერთ-ერთ ინვესტიციის საშუალებად მოქალაქეების მხრიდან აღიქვამება უძრავ ქონებაში ინვესტიციაც, თუმცა ამ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი დამატებით საშუალებას გააჩენს, რომ იმ მოქალაქეებისათვის, რომელთაც შეიძლება არ ქონდეთ საკმარისი დანაზოგი, ან არ სურდეთ მთლიანად დანაზოგის მიმართვა უძრავ ქონებაში, ნაკლები დანაზოგით ქონდეთ წვდომა აღნიშნულ აქტივზე და მიიღონ შესაბამისი უკუგება და ამ კუთხით ასევე მუშაობთ და საინტერესო სიახლე დაანონსეთ და რა თქმა უნდა ჩვენთან გელოდებით ამ სიახლის უფრო ფართოდ გასაშლელად, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის უძრავ ქონებაში ინვესტირება ალბათ არის ძალიან საინტერესო მიმართულება. მე დაგემშვიდობებით, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენებ, ფინანსური სექტორის სტუმარი იყო ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დავით აბესაძე. ბიზნეს პარტნიორი კი აქვე დღეისათვის დასრულებულია.